გამარჯობა, როგორც იქნა ჩამოვაღწიეთ ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ავტოგამოფენაზე. მოვედით, ვათვალიერებთ, ყველაფერს მოგითხრობთ, ყველაფერს მოგიყვებით და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ალბათ პირველები ვართ საქართველოში, ვინც ჩამოვიდა ჩინეთში იმისთვის, რომ დაათვალიეროს, იმისთვის, რომ თქვენ მოგიყვეს ყველაფერი ის, რაც ხდება აქ, ახალი ტექნოლოგიები, ჩინური ავტომობილები. მიუხედავად იმისა, რომ აქ არა მარტო ჩინური ავტომობილებია, სხვა ბრენდებიც არის. ყველაფერს მაქსიმალურად სვლად მოგიყვებით და გაჩვენებთ. აბა წავედით. აი ესე გამოიყურება სქემა რუკა საგამოფენო სივრცის. აქ არის 16 დარბაზი. დამერწმუნეთ გუშინ ვათვალიერებდით ამ დარბაზებს, დაგვჭირდა 7-დან 10 საათამდე იმისთვის, რომ გვენახა ყველაფერი და ისიც ბოლომდე ვერ მოვასწარით. მოდით მოკლედ აგიხსნით, რაშია სიტუაცია. აი მაგალითად დარბაზი 4.2. რა ლოგიკით არის აქ ყველაფერი? აქ გვაქვს ჩვენ ბრენდი Chery, რომელსაც ეკუთვნის სუბრენდები Jetouri, Exidi, Aikari და დარბაზებში არის ჩამომწკრივებული ეს ბრენდები. ამ ლოგიკით მუშაობს ყველაფერი, როგორც Sayakis კომპანიას მაგალითად ეკუთვნის MG, Roewe, Maxusi. ესე მივყვებით ჩვენ. აი მაგალითად კიდევ გაჩვენებთ. თურმე უკვე ვიცით, რომ Toyota მხოლოდ Toyota არ არის. Toyota არის კიდე Toyota-ს და Favis კოლაბორაცია. ასევე უდიდეს კომპანია BYD-ს ეკუთვნის თავის სუბრენდები, პრემიალური ლეოპარდი და ასე შემდეგ. ეხლა კი წავალთ და ამას ყველაფერს დავათვალიერებთ. ეხლა ვიმყოფებით კომპანია Denso-ს სტენდთან. Denso არის კომპანია, რომელიც ეკუთვნის BYD-ს და სხვათა შორის ეს ბრენდი არის კოლაბორაცია BYD-ს და Mercedes-ის ერთმანეთთან. ესეთი ლამაზი ავტომობილია. სხვათა შორის ეს ავტომობილი და ეს ბრენდი არის პრემიალური სეგმენტის ავტომობილი. Denza-ს წარმოდგენილი ამ სტენდზე ყავს ორი ავტომობილი. ეს არის Denza Z9 სედანი პრემიალური სეგმენტის და Denza SUV Denza N9. მინდა გავამახვილო ყურადღება Denza N9-ზე, იმიტომ რომ ეს მანქანა ჯერ არ იყიდება. მომავალ წელს დაიწყება მანქანების გაყიდვა და Denza ცდილობს მაქსიმალურად გააკეთოს ისეთი მანქანა, რომელიც კონკურენციას გაუწევს და აჯობებს კიდეც ისეთ მანქანებს, როგორიც არის Aito M9, Nissan L9 და პირდებიან, რომ იქნება ყველანაირი მახასიათებლებით უკეთესი. ეს კი არის Z9 GT. ცოტა სხვანაირი კუზავი აქვს, ფორმ ფაქტორი სხვანაირია. აი კიდე რა მინდა გითხრათ, ეს არის Denso D9. რატო ამახვილებ ყურადღებას ამ მანქანაზე? იმიტომ რომ ჩინეთში საქართველოსთან განსხვავებით ძალიან პოპულარულია ეგრეთ წოდებული მინივენები. სინამდვილეში ამ კლასს ქვია MPV. პრაქტიკულად ყველა ბრენდს ყავს მოდელი MPV-ს ფორმ ფაქტორის მოდელი, ეგრეთ წოდებული მინივენი. და კონკრეტულად ეს მანქანა, ეს არის ის მანქანა, რომელმაც პრაქტიკულად გააგდო ჩინური ბაზრიდან Toyota Alphard-ი, იმიტომ რომ ყველანაირი მოახასიათებლებით და ყველანაირი მონაცემებით ბევრად უფრო უკეთესია. ლიდერია რეალურად გაყიდვის, ყველაზე გაყიდვადი MPV არის ჩინეთში ეს Denza D9. ყველა ბრენდს ყავს ესეთი მანქანა. როგორც ყოველთვის ციფრული სალონი, ყავი, სილამაზე და უმაღლესი კომფორტი. ეხლა ვიმყოფებით სტენდთან კომპანია ლეოპარდის. ლეოპარდი არის BYD-ს სუბრენდი, ეკუთვნის BYD-ს და უშვებს მხოლოდ და მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებს. ეს არის
ეგრეთ წოდებულ რამაზე აწყობილი მანქანები, ავტომობილები. არის სულ ორი მოდელი, ლეოპარდი 5 და ლეოპარდი 8. ლეოპარდი 8 ამასობაში არის BYD-ის პრემიალური ბრენდის Yanwan 8-ის უმცროსი ძმა, ასე ვთქვათ, ამას მოგვიანებით მოგიყვებით. მაგრამ რაც თავარია, ეს მანქანა გამოშვებული არის პრაქტიკულად იმისთვის, რომ სოფლიოდან ნელ-ნელა გაიყვანოს Toyota Prado. იმიტომ რომ მახასიათებლები ძალიან ახლოს არის და ზოგიერთები ამტკიცებენ იმას, რომ Prado-ს ჯობია კიდევაცო. მერვე მოდელი სხვათა შორის უახლესი მოდელია ლეოპარდის ავტომობილებს შორის და როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, ჩინური ავტომწარმოებელი ნებისმიერ რაღაცას ჩაგიდებთ ავტომობილში, ნებისმიერ ფერს, ნებისმიერ სალონს. ეხლა კი ვიმყოფებით სტენდთან კომპანიის, რომელსაც ქვია Yunwan. Yunwan არის BYD-ის სუბბრენდი, პრემიალური სუბბრენდი სხვათა შორის. Yunwan უშვებს 3 მოდელს. ერთს ქვია U7, მეორეს U8 და მესამეს U9. როგორც ყოველთვის, Yanwan-ი ყოველი ახალი მოდელის გამოშვებისთანავე რაღაცა ახალ საოცარ რაღაცას აკეთებს. მაგალითად, აი ეს ავტომობილი U8 ამ ავტომობილს ალბათ არ დაიჯერებთ, მაგრამ შეუძლიათ ცურვა, ეს მანქანა დაცურავს. ცოტათი მოგვიანებით ჩვენ გავალთ გარეთ ეზოში, სადაც არის დიდი ბასეინი, სადაც გვაჩვენებენ, ხალხი ჯდება შიგნით და ეს მანქანა იწყებს ცურვას, ჩადის წყალში, 4 დამოუკიდებელი მოტორის მეშვეობით. აქვს საკმარისი ძალა იმისთვის, რომ იცურაოს აბსოლუტურად ჰერმეტული უზაო აქვს ამ მანქანას, წყალი არ შედის შიგნით არსაიდან. ეს არის ამის უნიკალური თვისება. როგორც სხვა Yunwan-ის მოდელებს, როგორც თქვი, ყველა მოდელს Yunwan-ის, როგორც კი გამოდის, რაღაცა უნიკალური თვისება უნდა ქონდეს. ერთი დაცურავს. ეს არის Yunwan U9. U9-ს ალბათ სასაცილო ჟღერს, მაგრამ შეუძლია ხტუნვა. ანუ ამ მანქანას შეუძლია გადაუაროს რაღაც ნებისმიერ ორმოს მაგალითად, ან ბარიერს ნახტომში. ბორბლები ადის ჰაერში, კრავს ასე ვთქვათ ფეხებს, ხტუნაობს მანქანა და გადადის ბარიერებს. ეს არის მისი უნიკალური თვისება. ეს კი არის Yunwan U7. როგორც ყველა Yunwan-ს ამასაც აქვს თავისი უნიკალური თვისება. მაგალითად, რომ აიღოთ სავსე წყლის ჭიქა, ჩადოთ სალონში და გაიაროთ ერთბაშად დალაგებული 5 გზის ბარიერი. მანქანა გადაივლის და ჭიქაში წყალი არც კი გაქანაუდება. იმაზე არ ვსაუბრობ საერთოდ, რომ არც გადმოისხმევა. რაღაცნაირი ჰიდრო ამორტიზატორები უყენია ამ მანქანას, რომელიც არეგულირებს მის მოძრაობას ისე, რომ ტესტების მიხედვით სავსე ჭიქა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გადმოიქცევა წყალი იქიდან, როცა გადაივლის 5 ბარიერს ერთ ბაშად, ერთი მეორეზე მიდგმულს. ესეც ამ U7-ის უნიკალური თვისება. საკმაოდ არა, უზარმაზარი ზომის საბარგულია. მართლა ძალიან დიდია. ანუ ერთი დაცურავს, მეორე დახტუნავს, მესამე რბილია. აი ესე ბატონებო. მეგობრებო, როგორც იქნა მოვახტიეთ Xiaomi-ის სტენდამდე.
აქ წარმოდგენილია Xiaomi SU7 და რა თქმა უნდა Xiaomi SU7 Ultra. SU7 Ultra ეს არის ავტომობილი, რომელსაც აქვს 1500 ცხენის ძალა, რომელიც კრიფავს 0-დან 100 კმ/h სიჩქარემდე. 1.9 წამში. Xiaomi ვერ ასწრებს ავტომობილების გამოშვებას, ამიტომ იწევს მეორე ქარხნის აშენებას, იმისთვის რომ გააორმაგოს ავტომობილების წარმოება. SU7 Ultra გაიყიდება 2025 წლის მარტიდან. როგორც კი მოხდა ანონსი იმისი, რომ შეიძლება წინასწარ შეკვეთა ამ ავტომობილების უკაცრავად, პირველ 10 წუთში გაიყიდა 3000 ავტომობილი. ამბობენ, ყველა მაგას ამბობს, რომ Xiaomi-მ აიღო, დაელოდა სანამ სხვები დაუშვებდნენ შეცდომებს, გაანალიზებდნენ ამ შეცდომებს, მიხვდებოდნენ სუსტ წერტილებს ელექტროავტომობილების ინდუსტრიაში. შემდეგ კი გაითვალისწინა ყველა სხვისი შეცდომები და შექმნა პრაქტიკულად იდეალური ელექტრომობილი. გავიხსენოთ მეგობრებო ის, რომ Xiaomi-ს 7 წლის წინ ჯერ კიდევ შეეძლო შეექმნა პრაქტიკულად საუკეთესო ელექტრო-kick სკუტერი, რომელსაც ჰქონდა საუკეთესო ძრავები, საუკეთესო ელემენტები, წყალგაომტარი, როცა სხვები ცდილობდნენ გაეკეთებინათ მიახლოებით მაგისმაგვარი რამე, მაგრამ ხან წყალი შედიოდა, ხან ელემენტები ფუჭდებოდა. Xiaomi-ს არასდროს არ ჰქონდა ესეთი პრობლემა და რა თქმა უნდა გააკეთეს იდეალური ელექტრომობილი. ძვირია, მაგარია, კარგია, ლამაზია და რაც თავარია, გამოსტილია. ხედავთ განსხვავება ფერებში. სხვადასხვა ტიპის ნაწილები. როგორ არის შექმნილი Xiaomi. ეს არის მისი უზო. თელესოფლიო გიждდება, ყველას უნდა Xiaomi, იმიტომ რომ ყველა მიცის თუ როგორ შექმნეს ეს ავტომობილი, რომ ყველას შეცდომა გაითვალისწინეს. თუ სხვები აკეთებდნენ რესტაილინგებს, ეძებდნენ გამოსავალს, როგორ შექმნან უკეთესი ელექტროძრავები. ამათმა უკვე გაითვალისწინეს ეს ყველაფერი, შეისწავლეს სხვა ბრენდების შეცდომები და გამოუშვეს ეს. წარმოიდგინეთ Ultra 1500 ცხენის ძალა 1.9 წამი 100 კმ-მდე 0-100 კმ სიჩქარე. მეგობრებო, აი დასრულდა პირველი ჩვენი გადაცემა გამოფენიდან. რა თქმა უნდა, მოხდა ისეთი არასასიამოვნო სიტუაცია, სადაც ჩვენს კამერას გაუფუჭდა ესტი ბარათი, მეხსიერების ბარათი და საკმაოდ დიდი ნაწილი, დიდი რაოდენობა მასალის, რომელიც გადავიღეთ, სამწუხაროდ გაქრა. მაგრამ მაინც არის საკმარისი მასალა იმისთვის, რომ გაჩვენოთ თუ რა ხდებოდა. შემდეგ წელს ჩავალთ ისევ ჩინეთში, ისევ გადავიღებთ, უკვე სხვა ახალ ავტომობილებსაც გადავიღებთ, მოკლედ ბევრ რამეს კიდე გაჩვენებთ. ეხლა კი ეს გადაცემა
დასრულებულია და შემდეგ გადაცემაში ჩვენ გავამგზავრებით ლისანის სალონში ჩინეთში, სადაც გაჩვენებთ და გავაკეთებთ მიმოხილვას ყველა ლისანის ავტომობილის. კარგად. დამავიწყდა. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვისვით ლაიქები და კომენტარებში მოგწერეთ თუ რისი ნახვა გინდათ კიდევ. ეხლა, კარგად.